მოგესალმებით. დღეს არის e-commerce reviews მომდევნო ეპიზოდი და სტუმრად ვართ ლუკა მიმინოშვილთან. ლუკა არის e-commerce მიმართულებით უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით პროფესიონალი, რომელიც ბიზნესს აკეთებდა ევროპაში და ფინეთში და მოდით ახლა ლუკასგან გავიგოთ უფრო მეტი დეტალი e-commerce-ის მიმართულებით. გამარჯობა, მადლობას გიხდით პირველ რიგში რომ მეწვიეთ და წერთ ამ ინტერვიუს. ლუკა, 2017 წელს დაიწყე პირველი ბიზნესი, ხო, e-commerce-ის მიმართულებით, იყავი მაშინ 13 წლის. როგორ მიიღე გადაწყვეტილება? საინტერესო კითხვაა, რომ უბრალოდ 12-ის ვიყავი დაახლოებით, პირველად როცა ონლაინ მაღაზია დავიწყე საქართველოში. სხვა შორის კიდევ მოხე გვერდი, დღემდე არის და ოპერირებას არ აგზელებს, თუმცა არსებით არსებობს, რა თქმა უნდა. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, აქ მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს სჭირდება ფინანსები და ზედმეტი შემოსავალი და როცა თავისთავად უყურებდი ხოლმე YouTube-ს წარმატებულ ბიზნესმენებს, ადამიანებს, რომლებიც ონლაინში მარტივად შეუდგნენ ფულს, მეც პირველად იმ პერიოდში გავიგე, რომ თურმე ონლაინში თანხების გამოშვება რეალური იყო და ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ის დანაზოგი რაც მქონდა და ძალიან მცირე დანაზოგზე არის საუბარი, რაღაც 10-20 ლარზე არის საუბარი, შემიხვდა ჩემი გვერდი და შემდეგ ჩავამეტანა გარკვეული პროდუქტები და ამან მე იმხელა გამოსცილება მომცა უშუალოდ აი მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხში, რომ მომცა იმის საშუალება, უბრალოდ განვითარებულიყავი, მენახა რა მოსწონდა ხალხს, როგორ უნდა მეკონტაქტა მათთან და უშუალოდ მესწავლა გაყიდვები უკვე პროფესიონალურ დონეზე. კი ბატონო. ლუკა, ფინეთთან დაკავშირებით მოგვიყევი რა, რითი განსხვავდება ქართველი მომხმარებელი და ფინელი მომხმარებელი e-commerce-ის მიმართულებით. მე ვიტყოდი რომ ყველაფრით განსხვავდება, ზოგადად არ მხოლოდ ფინელი, ზოგადად ევროპელი მომხმარებელი, ნუ ყველა ქვეყანას აქვე რა ვიღებ, თუმცა მე პირადად ცხოვრობდი ესტონეთში და ფინეთში. განსხვავება ის არის, რომ როცა ესტონეთი პირველად გადავიდა უკვე უქეშო ქვეყანაზე, რომ ყველა ბარათს იყენებდა და ჩვენ ეს ნაბიჯები ჯერ კიდევ მე ვიტყოდი ბოლომდე არ გაგვივლია. ჩვენთან მაინც ძალიან უყვარს ეს ქეში და ნაღდი ფულის ტარება. განსხვავდება პირველ რიგში იმით, რომ ფინეთში როცა აკეთებ ონლაინ მაღაზიას და e-commerce ბიზნესს, მაგალითად არ გჭირდება რომ ვებსაიტზე კონდეს ნაღდი ფულით გადახდა პირობითად, იმიტომ რომ არავინ არ ითხოვს ამ სერვისს. ყველა იხდის, იციან რომ უნდა დაელოდონ პროდუქტს, მიუვა ის პროდუქტი ადგილზე და პრინციპში სულ ესაა მთელი პროცესები. აი ქართველი მომხმარებელი ვინაიდან ამ პროცესებს უფრო ნაკლებად არის მიჩვეული, მე ესე ვიტყოდი. ყველას ურჩევნია რომ პროდუქტი დატესტოს და ამიტომ ურჩევთ ხოლმე ნაღდი ფულით გადახდა და ეს ახლა თავისთავად პირველად როცა ონლაინ მაღაზიები გაჩნდა, მე ვიტყოდი 2017-18 წლებში, იმ პერიოდში ნდობაც ნაკლები იყო e-commerce მაღაზიების მიმართ, ეგონა რომ მომხმარებელი მოტყუდებოდა, პროდუქტს ადგილზე არ მიუტანდნენ, არ იქნებოდა ამ როდის გარანტია და ნუ ევროპელ მომხმარებლის შემთხვევაში იქ უფრო მარტივად მოხდა ამ პროცესების გავლა, ნუ რეგულაციებიც სხვა იყო. სწორედ აი ბოლო წლებში ანუ სანდოობა უფრო მეტია რა. სანდოობა თავისთავად მეტი არის. იქ ნუ ჩვენთან ახლა მაინც პოსტსაბჭოური ქვეყანა ვართ. ხა ესტონეთის პოსტსაბჭოურია, უბრალოდ ისინი ძალიან მალე ვფიქრობ გადავიდნენ უშუალოდ სტარტაპების განვითარებაზე და რეგულაციებიც უფრო მკაცრი ჰქონდათ. ჩვენთან კონკურენციის ეროვნული სააგენტოც ეხლა დაინტერესდა უშუალოდ რომ e-commerce მაღაზიებისთვის შემოეყო გარკვეული რეგულაციები, რომ მომხმარების უფლებები უფრო დაცული ყოფილიყო. ნუ ეს იწვევდა იმას, რომ e-commerce მაღაზია ხშირად იმართებოდა ხოლმე ერთი ადამიანის ხელიდან. ეს შეიძლება არ სულწლოვანი ყოფილიყო ჩემსავით 12-13 წლის ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ სფეროში და ეს ახლა თავისთავად იმ პრობლემას იწვევდა, რომ ესეთ ჩემნაირ ახალგაზრდას არც საგარანტიო პირობები ჰქონდა მომხმარებლის მიმართ, თანხის დაბრუნების პოლიტიკა არ არსებობდა, არც კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ არსებობდა, რაც ნუ იწვევდა ასე უნდობლობას და პლუს ამას ევროპელი მომხმარებელი რაც არის ისეთი მიშვეული, რომ ვებსაიტზე შევიდეს, გააფორმოს შეკვეთა და დაიცადოს. აი როცა საქართველოში აკეთებ e-commerce მაღაზიას, გინდა არ გინდა რაცაა დიდი მაღაზია იყოს, გჭირდება ადამიანი ყავდეს გაყიდვებში, ვინც ამ მომხმარებელს დაეკონტაქტება, ვინც ვერ აფორმებს შეკვეთას, გააფორმებინოს შეკვეთა უთხრას, რომ აი ხელზე გადახდა გვაქვს და შეგიძლია დაიცადო, იმიტომ რომ მაინც მიჩვეულები არ ვართ. აი მთავარი სხვაობა მაინც ამას ვხედავ რა. თუმცა იხვეწება და ვითარდება ეს 5 წლის წინ ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო, დღეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს რა სამოულა ტენდენციებს ხედავ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე რომ ვისაუბროთ? მე ვფიქრობ, ვემგვანებით უფრო ეს ჩრდილო ევროპის ქვეყნებს, როგორიც არის ნორვეგია, შვედეთი, ეს ფინეთიც, მაინც ეს ჩრდილო ევროპული ქვეყნები არის, უკვე ესტონეთიც. იმ ხრივ რომ რო გაჩნდა პირველად საიტები, ერთ-ერთი საიტი მახსენდება ძველად, ნუ ეხა ძალიან პოპულარული იყო ბოლო პერიოდში Temu საიტი, ადრე იყო AliExpress-ი. რო დაინახა ხალხმა რომ ეს გამოწერები მარტივი იყო, ნელა მიეჩვია ბარათის მიბმას, მიეჩვია ხალხი იმას, რომ თუ ბარათს მოაცემს სადმე შეიყვანდი, ვიღაცა ამ ბარათს მოაცემს არ მოგპარავდა.
და ნელ-ნელა უკვე ვემსგავსებით იმითი, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ვებსაიტზე პროდუქტებს. თემում კარგი საქმეც გააკეთა და ცუდი საქმეც გააკეთა. აი, ორი საქმე გავიკეთა თემում. ერთი ონლაინ მაღაზიების შემთხვევაში ის არის, რომ ქართველი მომხმარებელი უფრო ნაკლებად ხვდება, რომ ონლაინ მაღაზია კიდის სერვისი. ანუ ყველა კითხვები მოდის ხოლმე ხშირად, რომ აი რატო არ შემიძლია პროდუქტი გამოვიწერო, რატო უნდა გადავიხადო ძვირი. ვერ ხვდება, რომ ონლაინ მაღაზიების გაჩენამ გააჩნია სერვისი, რომ შენ რო გინდა რომ პროდუქტი ადგილზე მოგივიდეს მეორე დღეს და არა ერთი თვის მერე და იმ ერთის მერეც ან მოგივა და ან არა, იმიტომ რომ გადაზიდვები ეხა თავისთავად თავის რისკთანაა დაკავშირებული, ამაში იხდი ფულს და არა იმაში, რომ პროდუქტი რეალურად იგივე მოგდის. იმაში იხდი ფულს, რომ ასევე ის მაღაზიის მფლობელი თვითონ აბანდებს კაპიტალს, შესმაგრივად რისკავს, ხო? თავაზობს გარანტიას პროდუქტზე, რომელზეც თვითონაც არა გარანტია მერე, ხო? რო გაფუჭდეს ან რაღაც შენ თანხას გიბრუნებს, ის ვერ დაიბრუნებს თავის გადახდილ თანხას. ამაში იხდის მომხმარებელი ფულს და აი ეს ტენდენციები ხა ნელ-ნელა თავისთავად ვემგვანებით მაინც ევროპულ ბაზარს და ვფიქრობ შემდეგ 5 წელიწადში, ну ეხა სტატისტიკურად e-commerce განვითარება წინ მიდის, ну ჩვენი ბაზრის ზომა, ვფიქრობ რომ უკვე არაფერი დიდი სხვაობა აღარ იქნება მასშტაბური სხვაობა. აი ამას ვფიქრობ, იმიტომ რომ ეხა რაც შემომშლი არის ის რომ რეგიონებშიც უკვე ლოკალური მაღაზიების გამოჩენა დაიწყო, რომელიც მხოლოდ აი მაგალითად გვაქვს რამდენიმე დიდი ქალაქი, ქუთაისი, ბათუმი, ხო? ადრე იყო ისე რომ თბილისში რო აგრძელებდნენ ხოლმე მაღაზიები ოპერირებას, მხოლოდ თბილისში აგრძელებდნენ, რეგიონებში მიწოდება არ ჰქონდათ. შესაბამისად, თბილისის იქით მაცხოვრებლები ხალხი მიჩვეულები არ იყვნენ ელექტრონულ კომერციას და დღეს ეს მიდგომები ძალიან შეიცვალა. უკვე ლოკალური მაღაზიები გაშთა, მათ შორის ჩემს მოსწავლეებშიც ქუთაისში და ბათუმშიც უკვე. სხვა რეგიონებში და უკვე ყველგან რო ხდება მიწოდება, უკვე მთელი საქართველოს e-commerce და ელექტრონულ კომერციაში უკვე ჩართულია. მაგარია. და პროდუქტს რაც შეეხება რა. აი რომელი პროდუქტები არის ყველაზე მოთხოვნა და ამ პროდუქტის research-ს რო აი კვლევას როგორ აკეთებ რა, რომ რა პროდუქტი გაყიდო დაუშვათ რა. ზოგადად ეხა ბაზრის კვლევისთვის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც მარკეტერები ხშირად იყენებენ, თუმცა ჩემთვის საუკეთესო არის უშუალოდ კონკრეტული პროდუქტის მცირე რაოდენობით ჩამოტანა და ბაზარზე გატესტვა. ამაზე კარგი მეთოდი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს ისეთია, რომ ძალიან მარტივად იცვლება პროდუქტები მოდიდან ასე და გადადის რა. ანუ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ტრენდი შექმნა ხდება, როცა რამდენიმე ონლაინ მაღაზია ერთი ტიპის პროდუქტს ჩამოიტანს და გონია რომ აი ძალიან კარგი პროდუქტია, მოხმარებელს ყველას უჭირდება და შეიძლება 6 თვის მერე ვიღაცამ იგივე პროდუქტი ჩამოიტანოს და საერთოდ აქტუალური აღარ იყიდება. საუკეთესო მეთოდი არის რომ პირველ რიგში მწარმოებელს დაუკავშირდეთ, ვთხოვოთ რომ ეს პროდუქტი შეიძლება სატესტოდ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როცა მოდი მარტივად დავარქვათ B2B-ს ფარგლებში ყიდულობს, აბითუმოდ არ გაძლევენ ხოლმე რამდენიმეს, მაგრამ თუ ამ პროდუქტს ეთქვი რომ მე საწყისი ონლაინ მაღაზია მაქვს, ჭირდება რომ ეს პროდუქტი გავტესტო, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია რომ რამდენიმე ცალი წამოიღო. შემდეგ გატესტავ, შემეთ კარგი იქნება რომ ჩაუშვა რეკლამა, რითიც ლიდები შემოგდის და უკვე იღებ მომხმარებლის უკავშირს, ხედავ რამდენად მყიდველი უნდა, იმიტომ რომ პროდუქტები არსებობს, რომელზეც ლიდები შემოდის, ასე ვთქვათ, მაგრამ საბოლოოდ არ სრულდება გაკეთება. კონვერსია არ ხდება. ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის და მე შემოვიჩინე ტექნიკაზე არის ხოლმე ყველაზე მეტად ეს პრობლემა, იმიტომ რომ ტექნიკაზე ბევრი კითხვები ჩნდება მომხმარებლის კუთხით, რომ აი როგორ მუშაობს, აი ხო ვერ ამიხსნით მუშაობის პრინციპს, ეს ენა თუ აქვს, ის აპლიკაცია თუ მუშაობს და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა არის და ყველაზე კარგი პროდუქტები, რომელიც მაინც გაყიდვადი არის, ასევე ტექნიკა არის, რაც არ უნდა დავმოვოთ, ეხლა სტატისტიკურადაც ეგრე არის. ციფრული პროდუქტები. ციფრული პროდუქტები, ну საერთოდ ეხლა ციფრული პროდუქტები ეს ეხლა მე ვფიქრობ არ მხოლოდ საქართველოში, ყველგან მაინც პირველი არ დღეს იქითკენ მიდის, რომ ძალიან მარტივად ხდება ცოდნის გადატანა, ასე ვთქვათ, რაღაც ტრანსფორმირება უკვე ციფრულ პროდუქტად და ხალხი უკვე ну ეს ისიც ელექტრონული წიგნების გაჩენაც ამის ეს იყო პირველად, რომ უკვე ფიზიკური წიგნებიდან სტატისტიკურადაც ელექტრონულზე გადადის და თავისთავად ელექტრონულ წიგნებსაც ონლაინ მაღაზია ყიდის და ესეც ამაზე მიანიშნებს. ლუკა, როგორც ახსენე, მოსწავლეები ყავს ხო, რომლებსაც ასწავლი e-commerce-ით, ვინც არის დაინტერესებული შესაბამის პირებს და უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე, რა ცოდნას უზიარებ მათ და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ, თუნდაც ვისაც ამის სურვილი ექნება. ზოგადად პირველად როცა ჩემი კურსი გავაკეთე და ეს გაწყვეტილა მიიღო 23 წელს, როცა უკვე e-commerce-ში საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, ну გავაკეთე, იმიტომ რომ ბევრი სხვა სფეროთი ვიყავი კიდე დაკავებული და მაინც მთავარი სფერო არ იყო, იმიტომ რომ ხშირად მაინც კურსებს აქტივ კითხვები მოდის, ну კონკურენციის ამბავის არ გიშინია, მაგალითად ყველა რო გააკეთოს ეს მაღაზია შენ რა მოგებაში გადიხარ. თუმცა ხო, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე, ну ინდივიდუალურად ვინც ყიდა კურსს, საუკეთესო პროგრამა გავაკეთე, რომელიც 0-დან ბოლომდე ასწავლის ყველა პროცესს. ანუ მე არ გავდივარ მხოლოდ ის, რომ პროდუქტი ჩამოიტანე, გაყიდე, ანუ ვცდილობ, რომ მომხმარებელს მთლიანად ვასწავლო, უშუალოდ ქართველ მომხმარებელთან ურთიერთობა როგორ ხდება. რა საფეხურები უნდა გაიარო, რომ კონვერსიით დასრულდეს. ეს დასრულდეს გაყიდვით და არა მხოლოდ იმით, რომ რეკლამას გაუშვებ და შემოვა მომხმარებლის ნომრები, ელპოსტები და ასე შემდეგ.
აი ჩემს კურსში მე რასაც ვაკეთებ უშუალოდ და ლუკა მიმინოშვილი ჩემი სახელი გვარითაა ჩვეულებრივ Facebook გვერდიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს. აი ეს არის ზუსტად რომ ვამახვილებ ისეთ დეტალებზე ყურადღებას, რაც ვფიქრობ აქამდე იყო სრულად უცნობი. ასევე ეს იყო B2B ურთიერთობები. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პირველი მაღაზია, რომელიც მე მქონდა, ერქვა G-Comics-ი. იყო კომიქსების მაღაზია. ინგლისურენოვანი წიგნების და კომიქსების მაღაზია და მე ეს კომიქსები შევიტანე ფილიალშიც. და როცა აღმოაჩინე ონლაინ მაღაზიების პროდუქტები ძირითადად მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა, ფიზიკურ ფილიალში შეტანის გამოცდილება არავის არ ჰქონდა. აი ესეც ჩემ კურსში მოვაქციე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასევე ურთიერთობები. აი თქვენი აქ ჯდომა ნიშნავს იმას, რომ მე თქვენთან გარკვეული მაქვს ასე ვთქვათ კავშირი, რომელიც მე მეხმარება, რომ თუნდაც ეს ინტერვიუ გავაკეთოთ და მომავალში კიდევ სხვა კოლაბორაციები შევთავაზოთ ერთმანეთს და აი მოსწავლეებს ყველაზე მეტად იმას ვასწავლი, რომ აი თუნდაც ეს ურთიერთობა როგორ ხდება, რომ სხვა მაღაზიას დაუკავშირდე, კოლაბორაცია შესთავაზო, ფილიალ შეტანა შესთავაზო, გარკვეული წილი მისე და ეს არის ის თემები, რაც უკვე მოლაპარაკებებს ეხება და არ მხოლოდ e-commerce და მე ვფიქრობ საუკეთესო e-commerce კურსი და ზოგადად ბიზნეს პროგრამა იქნება იმით, რომ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ სფეროს ასწავლე, არამედ ზოგად ფუნდამენტებს ასწავლი, რაც უშუალოდ ყველა ბიზნესში შედება და არა მხოლოდ ერთ სახის ბიზნესი. ანუ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ჭკვიანური არის კი იმ მხრივ, რომ ნუ მომხმარებელი გადის არ მხოლოდ ერთ რაღაცაზე ცოდნით, ჩემ მომხმარებელს შეუძლია უკვე რომ დასახვდეს ციფრულ მარკეტერადაც, შეუძლია უკვე გახდეს თუნდაც e-commerce მიმართულებით იყოს ანალიტიკოსი, რომელიც სწავლობს ამ ანალიტიკას, product owner-ი, product designer-ი. ზუსტად თუნდაც სხვა შორის graphical design-საც კი მაგ ჩანერგილია, ანუ graphical design-ს ყავდა, რომელმაც ასევე ეგ სფეროს დანერგა, რომ ეს სფეროს დანერგა, რომ მე ვმუშაობ უშუალოდ როგორ იცით, რომ მინდა რომ ადამიანი, რომელიც e-commerce მაღაზიას იწყებს, საწყის თვითონ შეეძლოს ყველაფრის გაკეთება და არ მოუწიოს 5-6 ადამიანი სამსახურში აყვანა და ძალიან დიდი ბიუჯეტის გაღება. ანუ solo entrepreneur-ობას ასწავლე. აი ზუსტად ეს solo-ზე როგორ შეუძლია გააკეთოს ეს ყველაფერი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ჩემი კურსი ნაყიდი უკვე ასობით მოსწავლე მყავს. ჯგუფის გვაქვს საერთოდ ასევე 100 მაღაზია და 100 მოსწავლე და დაახლოებით 50-ზე მეტი მაღაზია ერთიანდება და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო მომხმარებელი არავის არ დაფიქსირებულა ჩემს პროგრამაში და თუ დაფიქსირდება, აი იმისას მე აუცილებლად გავითვალისწინებ და კიდევ უფრო ფართო მასალას დავამატებ ამ ცოდნას. აი ხო ზუსტად ვაპირებ, რომ ეს ევროპული გამოცდილებაც რაღაცნაირად დაუნერგო. შენი აზრით რა აკლია ქართულ e-commerce? ქართულ e-commerce ვფიქრობ, ბევრი რაღაცა აკლია, წარსულში ალბათ უფრო მეტი აკლდა და დღეს ცოტა ნაკლებად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის აკლია, რომ მაღაზიები, რომლებიც დღეს არსებობენ, ვერ ხვდებიან, რომ სერვის ყიდიან უფრო მეტად. აი მაგალითად მომხმარებლების კუთხიდან ყველაზე ხშირი პრობლემა რა იყო, ხო? რომ ანუ პროდუქტ შეიძენენ, რამდენიმე დღე ელოდებიან არ მიდის, როცა საქართველოს არის პატარა ქვეყანა ვარ და წესით პროდუქტი ძალიან სწრაფად უნდა მიდიოდეს. არის ის რომ ადამიანს უნდა თავაზობდე იმავე დღეს მიწოდებას, უნდა თავაზობდე ქეშად გადახდას, ეს ქართული e-commerce ჭირდება, guest checkout-ი, იმიტომ რომ ხანდახან როცა ქართული e-commerce-თან ვცდილობ ხოლმე რაღაც გამოწერას, ბანკის პაროლივით მთხოვს ხოლმე წინასწარ დავაყენო. guest checkout-ი აკლია, guest checkout-ის გამო ამაზე კვლევაც იყო ჩატარებული, სხვა შორის 30% მომხმარებლების გადის. ახლა როგორია მაღაზიამ დაკარგოს 100% მოგებიდან, რაც 30%, ხო საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ეს guest checkout-ი აუცილებელი, იმიტომ რომ უმეტესობა მომხმარებელი შეიძლება პროდუქტს ყიდულობდეს დაბადების დღისთვის უბრალოდ. ჭირდებოდეს ერთჯერადად შეძენა, არ ჭირდებოდეს ის რომ მაგალითად ყოველდღე შემოვიდე შენს მაღაზიაში და მაღაზიას რომელსაც ეს guest checkout-ი არ გააჩნია და გთხოვს რომ დარეგისტრირდე, მეილი შეიყვანო, პაროლი შეიყვანო, რომელსაც 800 ექნება ციფრი, რაღაცა რიცხვი და ასე შემდეგ. ხო, გირთულებს ამ პროცესს რა, რაც იმდენად ართულებს, რომ ფაქტობრივად მომხმარებელი იკარგება, გადის ვებსაიტიდან და სხვა მაღაზიის ზებნას იწყებს და აი გარის რომ ვფიქრობ ქართული e-commerce აკლია პირველ რიგში პროდუქტების მრავალფეროვნება, იმიტომ რომ Alibaba-ზე როცა ვათვალებთ თუნდაც წარმოებულთან პროდუქტებს ჩინეთში რაც არის ხელმისაწვდომი, სხვა კუნებში თუ ბევრი რაღაცა ჩასულია, ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი პროდუქტი აუთვისებელია. და კარგი ნიადაგი არის რა e-commerce დაწყება დღეს საქართველოში კარგად ვითარდება. აკლია ეგ რომ სერვისი არის რეალურად e-commerce და კარგი მიწოდება სჭირდება. ნუ პრინციპში ეს არის სულ რაც თუ გამოსწორდება, ვფიქრობ რომ მომხმარებლების დობას გაიზრდება და მაღაზიებიც მე შემოსავალს დააგენერება. აქტიურად მუშაობთ მაგიებზე. კი. უშუალოდ რა არის შენი გეგმები სამომავლო საქართველოს აპირებ დარჩენას ისე უნდა დაბრუნდე ფინეთში თუ როგორ აპირებ შენი კარიერის გაგრძელებას? ის როგორ არის, რა თქმა უნდა, როცა ფინეთთან გაქვს შეხება ესეთ ნუ როგორ ვთქვი, მდიდარი ბედნიერების ინდექსის პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანა, ვის არ მოუნდებოდა ეცხოვრა, ხო? ანუ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქართველს ალბათ ქონია სურვილი ჩავიდეს, იცხოვროს, მიიღოს ეს გამოცდილებები, თუმცა მე ანუ კონკრეტულად ფინეთს არ უყურებ ისე რომ სამომავლოდ მთელი ცხოვრება მან დავრჩი და გავაგრძელო.
ზოგადად ეს ახალი გამოცდილების მიღება ეხლა იმ ასაკში ვარ მით უმეტეს 21 წელს ვარ რომ მიზიდავს, შეიძლება სულ სხვა ქვეყანაში გადავიდე და სულ სხვა ბაზარს ვეზიარო, იმიტომ რომ თვითონ ეს ნორდი ქვეყნები, ბოდიშით ჩრდილოეთის ქვეყნები ძალიან განსხვავდება თვითონ ბიზნესის კუთხით. ყველაფერი სხვა არის, რეგულაციები, გადასახადები, ბიზნესი, მარკეტინგი, აბსოლუტურად ყველაფერი სხვა არის. ცევებიც სხვა ცევებს აი მომხმარებელი სხვა არის. გერმანიაში სულ სხვა რაღაც, სულ სხვანაირად იქცევა მომხმარებელი, ფინეთში და ნორვეგიაში სულ სხვანაირად იქცევა მომხმარებელი, ამერიკული მომხმარებელი კიდე სულ სხვა არის და კანადური, ამიტომ ძალიან განსხვავდება რა. აი ავსტრალიურ ბაზართანაც ხონია ადრე შეხება ციფრული პროდუქტების კუთხით. იქ კიდე სულ სხვა სიტუაცია არის და ფაქტობრივად აი ეს გამოცდილები რო ქონდეს, უკვე მე ვფიქრობ აი შეგიძლია შენ თავს დაუძახო full stack მარკეტერი, როცა აი ყველგან შეგიძლია რომ შენი პროდუქტი გაყიდო, ჩაუშვა და ნუ პრინციპში ესაა ჩემი მიზანი, რომ გლობალური გამოცდილების მქონე მარკეტერი ვიყო და არა ადგილობრივი. და შემდეგ უკვე გადავწყვიტავ დასახლებას ან ისევ ჩემ საქართველოში, რაც ნუ მე მიზანი ყოველთვის მქონდა რომ საქართველოში თუ კარგად ვიცხოვებდი, კარგად მეცხოვრა, ხოლო თუ დიდი შანსები გამომიშლება ისე რომ 30 წლამდე უფრო მეც მომცემს ევროპაში დასახლება, სავარაუდოდ 30 წლამდე ზუსტად რამდენიმე წელი ალბათ დავსახლდებოდი ისევ ფინეთში. ლუკა, რა გზა გაიარე პირველი e-commerce მაღაზიიდან, მაშინ როცა იყავი 12 წლის ხარ, რომ დაიწყე, მაგის მერე ფინეთში დღეს ხარ მარკეტინგის დირექტორი, ხო, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის. როგორ მოხვდი და რა იყო ის ნაბიჯები, რამაც მიგიყვანა მაგ შედეგებამდე? აი ეს ყველა საინტერესოა, იმიტომ რომ ფინეთი ზოგადად ისეთი ქვეყანაა, მე მგონია რამდენადაც კარგი სპეციალისტი არ იყო, როცა ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ინგლისურის არ გადგება და იქ არის ენა ფინურიც, ესე მარტივი არ არის ამ ხელა პოზიციაზე მოხვდე, რომელიც უშუალოდ დირექტორობას გულისხმობს. ესე დროს ყოველთვის ნეტვორკინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან როცა მარტივად ეს ფრეზებიც არის, რომ პირს რო გააღებ, სამყაროს უნდა უთხრა ვინ ხარ მარტივად და როცა ადამიანს ელაპარაკები, რომელიც კომპანიის სათავეშია, ის ადამიანის შენ უნდა დაარწმუნო, რომ შენ ფაქტობრივად ფინელებზე უკეთესი ხარ, რომლებმაც ენაც იციან გამართულად და აი წარმოუდგენელი მით უმეტეს როცა ხარ მოდი ესეც უხეშად ვიყო, არა ევროკავშირის მოქალაქე, ყოველთვის სხვანაირად გიყურებენ, ვიდრე ევროკავშირის მოქალაქეებს, იმიტომ რომ საბუთების კუთხეც გაცილებით უფრო მარტივი არის ყველაფრის ლეგალური პროცესების დალაგება. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ის, რომ მე დავიწყე ესტონეთიდან, ეს უნდა ვთქვა და ესტონეთი ჩემი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ადამიანს როცა უნდა ევროპული გამოცდილების მიღება, იმიტომ რომ ყველაფერი არის მარტივი, საბუთების მოწესრიგება, ვიზის მოწესრიგების ამბები, ეს ყველაფერი ძალიან მარტივი არის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ასევე ესტონეთი არის სტარტაპ ქვეყანა. აი ეს სტარტაპი როგორც თქმა Skype, Bolt, Wise-იან შემდეგ ზუსტად ესტონეთში შექმნილია და დაუჯერებელია, როცა ესტონეთი არის 1 მილიონი ქვეყანა, რომ ამდენი წარმატებული იუნიკორნები შექმნეს ზუსტად ესტონეთის. ეს სტატისტიკაც არის, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში ესტონელმა სტარტაპებმა 1.7 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის რა. ისეთი პატარა ქვეყნების როგორც ესტონეთია. მით უმეტეს თვითონ ესტონელები არიან ძირითადად ეთნიკურად ვინც ამას აკეთებს და ანუ ეთნიკური ესტონელები სულ 700.000 კაცია, როგორც მე ვიცი და იწამენ რამდენი პატარა ციფრია რა. თბილისის ნახევარში ცხოვრობს ალბათ მაგდენი ადამიანი შემოგარენს რომ არ ჩავთვალოთ და დავიწყე ესტონეთით, სადაც ვიყავი ერთ-ერთი ინოვაციური სტარტაპის board member-ი, უხეშად რა ვთქვათ, ერთ-ერთი ნუ დირექტორი შეიძლება ეწოდოს. ამან მომცა საშუალება რომ გამიცნო ფინეთიდან ჩამოსული კომპანიის ხალხი, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი მქონდა და ძირითადად მეგობრული კონტაქტები მქონდა და აი ამ საერთო სამუშაო სივრცეში როცა გადავიკვეთი ამ ხალხთან და ნახეს უშუალოდ ჩემი უნარები რომ კარგად შემეძლო საუბარიც, კარგად შემეძლო მარკეტინგზე მუშაობაც, კარგად შემეძლო აი ყველაზე კარგი სიტყვა როგორ მოვიქრო, აი გავლენის უნარი არის, აი დარწმუნების უნარი, რომ ვიღაცას რაღაცა აყიდინო და რამდენიმე ქოლი გავიარეთ, თვითონ იმ კომპანიის დამფუძნებისგან მივიღე პირადად შემოთავაზება, რომ იქნებ ჩვენი მარკეტინგული გუნდი გადაიბარო და გახდე მარკეტინგული დირექტორი. ეხლა რა თქმა უნდა ამაზე უარს არავინ არ იტყვის ალბათ ფინეთში რომ იყო მარკეტინგული დირექტორი და ნუ მეც პირდაპირ რა თქმა უნდა თანხმობა ვთქვი და ამ გზის გავლაში უფრო არ დამხმარებია ის რომ ძალიან მაგარი მარკეტერი ვიყავ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ხალხს, ვინც ძალიან მაგარი მარკეტერია, ძალიან მაგრა ერკვა ფინანსებში, ანალიტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეუძლიათ კარგად ნეტვორკინგი. კარგად საუბარი არ შეუძლიათ და ეს პრობლემა რო გაქვს, რომ ადამიანს ვერ არწმუნებს შენს უნარში, რაც არ უნდა მაგარი იყოს, შეიძლება შენზე მოდი ესე დავარქვი, ნაკლებად მაგარმა ადამიანმა ჩამოგტოვოს ხოლმე, იმიტომ რომ შენზე კარგი დარწმუნების უნარი აქვს და ეს უნარი ალბათ მეტნაკლებად გამომარჩევდა, ეხლა ამისთვის სავალდებულო არ არის, აქვე ვიტყვი, რომ რაღაც შესაბამისი უნივერსიტეტი დაამთავრა, რაღაც დიპლომატიის უნარი ქონდეს, ეს ალბათ რაღაც შინაგანი უნარი არის, რაც ადამიანს გიყალიბდება ცხოვრების მანძილზე და ყველაზე მეტად დამეხმარა მე მომხმარებელთან ურთიერთობა ამ უნარის გამყარებაში. E-commerce მაღაზია ეს პატარა ასაკში დავიწყე, ამან მომცა საშუალება, რომ ყველა შეკვეთა გაინფორმირდა მექანიკურად, ხელით.
ამ მექანიკურად გაფორმებაში მე მიწევდა ადამიანები დამერწმუნებინა, რომ რატო უნდა იყიდათ ჩემი პროდუქტი. და ეს მეხმარება იმაში, რომ მე ჩემი თავიც გავყიდო ჭყალებში, როცა ხვდები უკვე სერიოზული კომპანიის დამფუძნებელს ან დირექტორს, რომელიც რა ვიცი მულტიმილიონიან კომპანიას მართავს და უკვე ვცდილობ, რომ ჩემი თავი იმ კომპანიის ფარგლებში მოვაქციო. აი ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი და ბევრ ზუსტად მილიონერს და ბევრ ადამიანს, ვისაც მე იქ ხვდებოდი ყოველი შემთხვევისთვის, ყველას დაწყებული ჰქონდა აი ესეთი ცივი გაყიდვებით. ცივი გაყიდვებით ან სატელეფონო ზარებით, ან მეილებით, ან ასე ერთ-ერთზე საუბრით, რაც ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია ესე. და სწავლებადია რა, რაც შენ ახსენე რეალურად, იმიტომ რომ ის ძველი გამოცდილებით ისწავლე, ხო? ანუ თავისთავად, ანუ სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ რომ შეიძინონ ეს უნარები გამოცდილების შედეგად. თავისთავად, აი გამოცდილება მაინც ერთი რაღაცა არის, რომ არ არსებობს იმაზე კარგი სასწავლო ადგილი, რაც არის შენი საკუთარი ცხოვრება, რომ ამ გამოცდილებზე ისწავლო. რაც არ უნდა კარგი კურსი გაიარო ადამიანმა, ხმეც ამას ყოველთვის ახლა მარტო არ ვარ ორიენტირებული მარტო რაღაც კურსი მივყიდო, რაც არ უნდა კარგი კურსი გაიარო, თუ პრაქტიკაში ამ ყველაფერს არ დატესტავ, არ გამოცდი, არ შეეცდები რომ მე ამის ადაპტაცია გააკეთო რეალობაში, არაფერს აზრი არ ექნება და ეს გამოცდილება შემდეგ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო მაგარი გახდე ეს შენ საკუთარ ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც რა. აი ეს არის რასაც ეს მომეხმარა მე ყოველ შემთხვევაში რომ ეს გზა გამიარა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ის გამოგვივიდა ეპიზოდი რა. უკა, კაი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც ბევრ წარმატებას გისურვებ. მადლობა ასევე წარმატებას გისურვებ სასიამოვნო პირველ რიგში თქვენთან შეხვედრა და კოლაბორაცია. მადლობა, წარმატებები. მადლობა ძალიან დიდი.